გამარჯობა ხალხო. ესე იგი, ბოლო 2-3 დღე არ ვჩანდი. ცოტა პრობლემები მქონდა. ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც თავს მოუვარე ცოტა რაღაცა ის. ეხაც ვერ ვარ თლად ხოძზე რა. მაგრამ თან მენტალურადაც ცოტა ესე ვიყავი. ვიდეოებს ვიღებდი ჩვეულებრივად, უბრალოდ დადების მუღამი რა, სურვილი არ მქონდა რომ ამეტვირთა ვიდეო რა. ხო და მე ბევრმაც მომწერა, ბევრმა დარბაზში ზამადგა რომ ვიდეოს რატო ვარდებო. ხო და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ასეთი გამოხმაურებისთვის და მოკლედ ეცდები რომ დავუბრუნდე რა. ყველანაირად ამ ვიდეოს დიდი ალბათობით დღეს არის 4 შაბათი და 5 შაბათს დავუდებ დილას ჩვეულებრივად წესით, არ ვიცი, ვნახოთ. მოკლედ, ეხლა რა ამბებია. ვნახავ დილის წონას რა მაქვს, მე უბრალოდ ფორმას განახებთ, შეგაჭყიდებთ. ვნახოთ რა, მე კვებას გავიმზადებ და ჩვეულებრივ განახებთ პირველ კვებას და ყველაფერს. დიდად არაფერი არ შეცვლა, იგივე ხდება ზუსტად რა. მე ახალ დარბაზში წავალთ, რომ შაბათიდან დავიწყეთ ახალ დარბაზში სიარული. შორი კი არის, მაგრამ საქმე სჭირდება. მოკლედ. ვნახოთ ეხლა წონა დილის რამდენი ვიქნები გეტყვით. წავედი. ესე იგი 78 და 500 დავწერე შორტით და მაიკით. აი 78 თქვა წონა მოვიმატე, რატო არ ვიცი რის ხარჯზე. წარმოდგენა არ მაქვს. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება ტრენერსაც ვეტყვი ამაზე. აი, ფორმას განახებთ ეხლა. როგორ ვართ, რა ვართ, რა შეგვილია საერთოდ, რა შეიცვალა, როგორ შეიცვალა. სარგემი პარსია, кайხანია. მოკლედ ტყის კაც გავარა. აი, ფორმას განახებთ ეხლა. ესე იგი. ჩვენ სარკესთან მოვედით. ნახავ ეხლა გადავიძრობ ამას. წუთით. ამას აი ცოტა ხანი გავთიშავ მიკროფონს მაშინ. ესე იგი, ესეთი ამბავია. ვერ პოზირებ ეხა აქ ამ ადგილას, იმიტომ რომ სივრცე არ ყოფნის. ანუ ისეთი გონება გათიშული მაქვს ეს ბოლო პერიოდია, ეს ბოლო რამდენიმე დღეა, რომ ვერც კი ვაზროვნე ტელეფონის სად დავდო ნორმალურად სად გამოვშთები რა. ანუ უბრალოდ ფორმას შეგაჭყიდეთ. ესეთი ფორმა გვაქვს. ავედი ახლა. საჭმელს გავიმზადებ, კვებასაც განახებთ და პირველ კვებით ჩაგერთვებით რა. ესე იგი, ახლა აქ მაქვს 80 გრამი წიწიბულა, რომელიც ღამე დავტოვე წყალში. ამას ფქვილად ვაქცევ, ანუ დავაბლენდერებ თხელმასად. აქეთ 5 კვერცხის ცილა ჩვეულებრივ ერთი გულით, რომელსაც ასევე დავაბლენდერებ რაღაც მიზეზების გამო. და დღეს უნდა ვცადო, ასე ვთქვათ, ამის წიწიბულის პურისავით გავაკეთო რა, მაფინებით. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ვინც აიცით რეცეპტებს ChatGPT-ს ვეკითხები ხოლმე, ანუ მეთქი გამოვა, ისე უნდა გამოვა. და მე ორ დღეს ვცდილობ ხოლმე რომ გავაკეთო რა მსგავსი რა. ხო მოკლედ ახლა ვცდი ამის გაკეთებას და ნახოთ რა იქნება რა, როგორ იქნება, რა გამოგვივა. აი ესეთი გამოდის, ეს დაბლენდერებული უკვე. აქეთაც ცოტა დარიჩინი დავამატე, რომ არომატი მისცეს.
ვნახოთ ახლა გადავურევ ერთმანეთში და მე გამოვაცხო მაფინების ფორმაში ან რამე ეგეთი. მოკლედ, ესე იგი აი ესეთი გამოვიდა უკვე გამიქსული მთლიანად. ეხლა დავფიქრდი და ნახევარს გადავიტან მაფინებზე და ნახევარს პანკეიქებად ვწვდი რა. და ვნახოთ რა იქნება. ხო, ესე იგი, ასეთი პანკეიქები გამოგვივიდა პატარა, კოხტა ლამასი. ძალიან გემრიელად კი გამოიყურება. მაფინები 17 წუთში იქნება დაახლოებით, ვნახოთ, დაველოდოთ, იმედი არ შეომეჭმევა ეს მაგამდე. და ეხლა გავიმზადებ კიდე სალათას რა, კიტრი პომიდორის ასევე. ხო, ესე იგი, ასეთი გამოვიდა ეს ჩვენი სალათა, ესე ჩვენი პანკეიქები და მაფინები. აი ესეთი გამოვიდა, ცოტა დაბრწყლებული, მაგრამ ქვემოდან ესეთია, ზემოდან ესეთი რა. ძალიან გემრიელად გამოიყურება. ამას რო ეხლა ამისთვის რო ეხლა დამატყობელი მექნა, ალბათ იქნებოდა სასწაული უფრო. მაგრამ ჩვეულებრივ უბრალოდ გამოვიყენე, მეტი არაფერი მიხმარია გარდა დარიჩინისა, წიწიბურის და კვერცხის. მოკლედ, ასეთი გამოვიდა, ნახავ როგორ გემოიქნება და მე გეტყვით რა. სადაც თუ არა YouTube-ში ვიპოვე ახლა რამეს რო ვუყურო და ეგ იქნება. წავედი. ეს არის ჩვენი პირველი კვება. 10 წუთი არის ახლა. ესე იგი, შემდეგი კვება გავიმზადე. აქ აქვს ქათმის ფილე, ყავა და აქ ჩვენი cream of rice-ი სახში გაკეთებული პროტეინთან ერთად. წავედი ახლა შევჭამ ამას, ძალიან მშია და მე მოვალ. ესე იგი, იმ კვების მე დავიცინე. ეხლა გავიღვიძე, ცოტა ხოთზე ვარ, მაგრამ ძალიან მშია. ეს არის ჩვენი კვება, რომელიც შუაზე უნდა გავყვა, ნახევარს ეხლა შევჭამ და ნახევარს ვარჯიშამდე სანამ წავალ რა. მოკლედ, ასეთი გამოვიდა, ესეთი რაღაც ვსადე. ესე ჩვენი 600 გრამი კარტოფილი და 300 გრამი ქათმის ფილე. მარილი მოვაყარე, ზეითუნის ზეთი მოვასხი, წავედი ახლა ამას შევჭამ, იმიტომ რომ ძალიან მშია, ძალიან კარგადაც გამოიყურება. YouTube-ს ჩავჯდებით თან და მოკლედ ეგ არის რა. ესე იგი, ეხლა არის დაახლოებით 5:30. გავიმზადე აქ მოქვს ციტრონინი, არჯინინი, გლუტამინი, C ვიტამინი და აქეთ კიდე ყავა მაქვს დარიჩინთან ერთად. ამას ეხლა დავლევ, თან ამას ვუყურებ, ცოტა დროს გავიყვანეთ ნახევარ საათს რა და მე წავალთ უკვე დარბაზში. ცოტა რთული იქნება ეხლა დარბაზში წასვლა ესეთ ამინდში, ძალიან მოქმედებს რა, მაგრამ გვიწევს. წავედი ხა. ხო, ასეთი ამბავია. ნახევარ საათზე ვიყავი გაჩერებაზე სამგორში. რამდენი ავტობუსიც მოვიდა, იმდენი სავსე იყო, ესეთში ვერავედი. ხოდა მომიცა ეხლა ფეხით გამოსვლა. მოსკოვში. ნახოთ რა, რაღაც ნახევარ საათის გზა იქნება. ეგ შემი პლუს კარდიო. ძალიან კი ნერვები მომესალა და რაღაცა, მაგრამ ამ ბოლო დროს ისე უყურებ, რომ უკეთესი ფორმა იქნება რა. ყველაფერი, იმიტომ რომ მეტი კარგია. ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, მივალოთ და ეგ არის რა.
Cause I can't justify the way everyone is looking at me. Nothing to gain, hollow and alone. And the fault is my own, and the fault is my own. I wanna heal, I wanna feel what I thought was never real. I wanna let go of the pain I felt so long. Erase all the pain till it's gone. I wanna heal, I wanna feel like I'm close to something real. I wanna find something I wanted all along. Somewhere I belong. I will never know myself until I do this on my own. And I will never feel anything else until my wounds are healed. I will never fade anything till I break away from me. I will break away, I'll find myself today. I wanna heal, I wanna feel what I thought was never real. I wanna let go of the pain I felt so long. Erase all the pain till it's gone. I wanna heal, I wanna feel like I'm close to something real. I wanna find something I wanted all along. Somewhere I belong. I wanna heal, I wanna feel like I'm somewhere I belong. I wanna heal, I wanna feel like I'm somewhere I belong. Somewhere I belong. I cannot take this anymore. Saying everything I've said before. All these words, they make no sense. I find bliss in ignorance. Less I hear, the less you say. You'll find that out anyway. Just like before. Everything you say to me takes me one step closer to the edge, and I'm about to break. I need a little room to break. 'Cause I'm one step closer to the edge. I'm about to break. I find the answers aren't so clear. Wish I could find a way to disappear. All these thoughts, they make no sense. I found bliss in ignorance. Nothing seems to go away over and over again. Just like before. Everything you say to me takes me one step closer to the edge, and I'm about to break. I need a little room to break. 'Cause I'm one step closer to the edge. I'm about to break. Everything you say to me takes me one step closer to the edge, and I'm about to break. I need a little room to break. 'Cause I'm one step closer to the edge, and I'm about to break. Shut up when I'm talking to you. Shut up. Shut up. Shut up. Shut up when I'm talking to you. Shut up. ესე იგი, სახში მოვედით, 12 საათი დაიწყო დაახლოებით, თუ 11-ია, არ ვიცი ზუსტად. ძალიან მშია, საჭმელს გავიმზადებ რაღაცა, მერე 12 საათზე უნდა შევხვდე ტრენერს გლდანის ფილიალში, ფორმას ვანახებ რაღაცა და მერე დიაჩემს უნდა გავუარო სამსახურში, წამოვიყვან ბარემ. და ესე დამთავრდება ჩვენი დღე. ეხლა კვებას გავიმზადებ, განახებთ ყველაფერს, რა კვება გვექნება, შევჭამ და ეგ იქნება რა. წავედი ახლა. ესე იგი, სახში მოვედი, ყველაფერი გავაკეთე. ცუდი ომებია მზადებაზე. ცოტა დავისტრესე, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც თავი ხელში ავიყვანო. მოკლედ, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება, იმედია. ნახოთ რა, როგორ წავა მართლა არ ვიცი უკვე ისევ. საჭმელი გავიმზადე, ჩემი ბრინჯი და ორაგული, სალათასთან ერთად. მოკლედ წავედი რა. კარგ დღეს გისურვებთ.
ალბათ თქვენიც.